მოგესალმებით, მეგობრებო, გამარჯობა. იცით თუ არა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ღია წერილით მიმართა პუტინს და თავდება არჩევანი ახლა შენია, საკმარისია ომი, უკრაინა ამ ომის დასრულებას გეგმავს. მე მასლა ეხა შენ განვისმენ. არა, ეხლა უკრაინის პრეზიდენტის საიტზე ვკითხულობ. ეს უნდა გაკეთდეს პატიოსთან ღირსეულად და იმის გარანტით, რომ ომი ხელახლა არ გაჩაღდება. სამაგიეროდ შეხვედრას სტოპროინფოა. შეხვედრას კი, შეხვედრას თავაზობ. და ამ შემდეგ რა. მოკლედ ამავე დროს მე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ერთ-ერთი ლიდერშიპის წარმომადგენელი ბელორუსის პრეზიდენტს ემუქრებოდა სიკვდილით. თუ უნდა პენსიამდე მიაღწიოს წესი რა თქმა იქცესო. ეგრე იყო. მე მგონი რაღაცა ბიპოლარული აშლილობის პოლიტიკას ახორციელებენ. ძალიან იბომბება კიევი და დიდი ქალაქები. ძალიან ყოველ დღე და იბომბება ისეთი ბალისტიკური არ არის, რომელსაც პატრიოტიც კი ვერ იჭერს და მით უმეტეს პატრიოტები აქვს ცოტა, იმიტომ რომ ისრაელს აქვს ბევრი და ასე შემდეგ. ნახოთ ერთ თვეში თუ რამე დაალაგდა, მაგრამ მეც სკეპტიკურად ვუყურებ შენი არ იყოს. თეონა ბაღდავაძე, წავიდე. იმიტომ რომ ჩვენი სისუსტე ხშირ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენი აგრესია ხშირად რჩება მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოთქმული პრეტენზიებით და ამ აგრესიას და ამ კანონიერ უკმაყოფილებას არასდროს არ აქვს გამოსავალი, იმიტომ რომ ადამიანების დიდი ნაწილი თვლის, რომ სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული პოზიციით მთავრდება მათი სამოქალაქო აქტივიზმი. ამ შემთხვევაში მე ვიმტოვებ იმედს, რომ საქართველოში ის მუდმივად მზარდი პროტესტი, რომელიც ყოველ მეგობრებო, ამ ადამიანს შევახსენოთ ხალბატონ თეონას, შევახსენოთ, რომ არა მარტო სოციალურ ქსელის აქტივიზმით შემოიფარგლებდნენ, იყო 3 თუ 4 მცდელობა რევოლუციისა, დაშავდა ხალხი, დაზიანდა პარლამენტის და სხვა სახელმწიფო შენობები, კოქტეილები ესროლეს პოლიციელებს, იყო ველური თავდასხმები, როგორც პრეზიდენტის სასახლეზე, ისე სხვა შენობებზე და იყო მთელი რიგი აქტივისტები, მაგალითად საჭმელში ასე ვთქვათ, რაღაცის ჩაფურთხებების კამპანია კაცო ღიად მოუწოდებდნენ თავიანთ მომხრეებს, რომ ვინც მუშაობდა სერვისის მიტანის და რაღაცა მომსახურების სფეროში, მათ უნდა ჩაეფურთხებინათ ქოცებისთვის. არა მე კომენტარი არ მაქვს. მიგრებული ხართ, რომ გადახვიდეთ სოციალურ ქსელში შეიყუჟოთ. მე ეს დავამატებ, რომ სოციალურ ქსელში გამოთქმული განსაკუთრებით აი ამ სეგმენტმა უნდა კარგად გაითავისოს, რომ არ არის მარტო სოციალურ ქსელში გამოთქმული და სოციალურ ქსელში არ იწყება და არ მთავრდება. სოციალურ ქსელში გამოთქმულს ძალიან მარტივად შეიძლება მოყვეს რეაგირება რეალურ ცხოვრებაში. იმიტომ რომ სოციალურ ქსელში რაღაცა ჯადოსნური საპნის ბუშტი არ არის, სადაც რაღაცას რო იტყვი, იქ მე რეალურ ცხოვრებაში ამაზე პასუხისმგებლობა არ უნდა აიღო და მაგას როდესაც გაითავისებ მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან სხვანაირად დაიწყებენ ამ სოციალურ ქსელებშიც აქტივობას იმიტომ რომ ამათ მართლა ეგონიათ რომ რაც ხდება ვეგასში რჩება ვეგასში და რაღაც აი Facebook-ზე ვიღაცა შეაგინებ და მე ხე იმაც ხო რეალურ ცხოვრებაში რატომ უნდა მომკითხოს მაგაზე რა მე ხო Facebook-ზე ვქენი ეს ყველაფერი რა არა ვეგასი რახან ვახსენეთ დავანოსო დორშაბათი ხო ორშაბათს მე ჩავერთვები არა ამ სტუდიიდან ჩავერთვები ნიუ-იორკიდან ჩვენ გავაკეთეთ დოკუმენტური ფილმი რომლის კაი დეტალები იქით იყოს ძალიან კარგი ახალი ამბით დაგიბრუნდებით ორშაბათს უბრალოდ ჩართვით ვიქნები რომელიც ეხება ამ ფილმს კი ბატონო ჩართვით ვიქნები ნიუ-იორკიდან კი ბატონო. მოდი გავშვით. საინტერესოა ხო დასანქცირებული პოზიტივი ნიუ-იორკში რანაირად და პროპაგანდისტები ნიუ-იორკში რანაირად და ასე შემდეგ და ასე დამკვირვებლად. კი ბატონო, ბოკერია სააკაშვილზე, ძალიან საერთოდ ბოკერა სააკაშვილზე. შეიძლება ამას. წლების განმავლობაში ის არასტაბილურობით იყო დაინტერესებული საკუთარ პარტიაშიც და მთლიანად ოპოზიციაშიც, რომ მისი ადგილის ჩამონაცვლებელი არ გამოჩენილიყო. ეს უბრალოდ არაჯანსაღი საზიანო ინსტინქტი არის ქვეყნისთვის, პარტიისთვის, ანუ მე თუ არ ვიქნები ქვაქვაზე მოიქნება. ოღონდ იქ ჩვენც მიგვათვალეშე. ხო, ახსოვს რომ ვაშაძე 2014-ში თქვენ ჩაჩერდით. სუდია ისტორიის ესე მილამაზება. სრულიად განსხვავებულია. ჩვენ მაშინ მეც და მათ შორის არა მარტო მე თვლიდით რომ მოდერნიზაცია და ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს სოციალურ მოძრაობის და იყვნენ ახალგაზრდა ლიდერები რომელსაც თვლიდით
ყოველგვარი რაღაც არტუიზმის გარშემო პრაგმატულობდაც და მორალურადაც რომ მათი წინ წამოწევა იყო პარტიის ინტერესში და ზოგადად ქვეყნის ინტერესში და ესეთები იყვნენ სხვადასხვა ჯგუფის აზრით ზურა ჯაფარიძე ყველა ვიცით რომ მე მას უჭერდი მხარს ამას რაღაც ისე გეუბნები სააკაშვილი გამოზარდე ეს დამამცირებლად ულაპარაკობს არა პირიქით თავის დამსახურება იყო ოღონდ მხარს უჭერდი მელიაც შემდგომში და ვაშაძეც ნაწილში მაგარ ხალხს უჭერდნენ ხო მაგარი ხალხი გამოზარდეს შეიძლება თუ მე მახსოვს ზურა ჯაფარიძე ჯერ კიდე სანამ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვებოდა ის იყო ექსპერტი ლიბერტარიანელი კახა ბენდუქიძის იდეოლოგიით აღტკინებული არასამთავრობო ორგანიზაციის რაღაც წევრი რომლებიც აღნიშნავდნენ კაპიტალიზმის დღეს რეიგანის დაბადების დღეს რეიგანის ძეგლთან ყვავილები მიქონდა ანუ ჩვეულებრივი სექტანტი იყო აი როგორ იცი რომ შეგეცოდება რა აქ საქართველოში კაც უნდოდა რომ ყოფილიყო ტეხასელი ამერიკელი აი იქ ეცხოვრა ანუ ეგეთი საცოდაობა ანუ ტიპი იყო იდენტობის კრიზისი ქონდა ანუ სხვაგან იყო რა ოცნება ქონდა პატარა ამერიკა რო ქონოდა რა შენ თუ გახსოვს სტეიკები ეჭამა იარაღით იარაღ და ის ყოლოდა ფურგონი ფორდის დიდი შენ თუ გახსოვს გვალბაკოვთან ჩაატარეს საარჩევნო კამპანია და ბარბიკიუ გააკეთეს ხო წვადები კი არ შეწვეს ადრამე ხლა რა ბარბიკიუ რა და ის ხო წვადი არა ბარბიკიუ მე მინდა სხვა რაღაც გავიხსენო ბატონ გიგა ბოკერიაზე გიგა ბოკერია გამოდეს ესე ბარბის თოჯინასავით იმ ეგზემპლარად რომელსაც ეთერ-ეთერ უნდა ეправებინა სანდრო გირგულიანის ბატონო როგორ არა ძალიან კარგად ამ კვლევას ჩართული უშუალო დამნაშავეები და მასზე უნდა ეთქვა რომ ეს ძალიან საერთოდ არის სახელმწიფოებრივი პრობლემა საერთოდ არის სისტემური პრობლემა რომ იტყუებოდა ელემენტარულად ყველა დაკავებულია და მაგას იტყუებოდა ტყუილი რაღაცა მარტივი საკითხია რა ანუ აქ კი არ უტყუებოდა ანუ ადამიანი ბევრნაირ შეგვიძლია ერთი რომ ძალიან ცუდ ცოდვაში შედიოდა მაგრამ თან შედიოდა ანუ ისეთ ბოროტ და მანკიერ ველში სადაც გარდაცვლილ ახალგაზრდაზე საუბრობდა რომ აი რაღაც მომენტში ეკუთვნოდა კიდევაც რა ოღონდ ამას პირდაპირ არ ამბობ ხო რა თქმა უნდა მაგრამ მეცაც გეტყვით და ხა ჩვენ ხო რაღაც ვიღაცა ორი აი კლერკი ხო დავიჭირეთ რა მიუხედავად იმისა რომ მე მას მოუწყვეთ სასათბურე პირობები რაც ერთ საკანში რაღაც ნორვეგიული ციხე აუშენეთ მარტო მაგათ და სხვა როცა ვაწამებდით და ცოცხები თუ აუპატიურებდით იმის გარეთ აქ ქონდა ძალიან მაგარი პირობები ამათ შექმნილი ხო ნუ ეს იყო ადამიანი ემბლემა რომელიც აბრავებდა გირგულიანის ერთ-ერთ გადაცემაში ზალ ანდრონიკაშვილთან პირველ არხზე იყო ესეთი გადაცემა ნანახი გაქვთ ხო და იქ ყველა ფიგურანტი დაჭერილი იყო და მე აღმოჩნდა რომ ერთი არ დაუჭერიათ რომელმაც უარი თქვა საერთოდ ფულის აღებაზეც და მონაწილეობაზე მაგრამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მინდა შეგახსენოთ ბოკერია მეთაურობდა იმ ბანდას პარლამენტში იმიტომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსში და პატიმრობის შესახებ კანონში 10 პუნქტამდე შეცვალა რათა აი დარეწრებს კვლელებს მალე დაეხციათ თავი ჯერ არ მიუსაჯეს მაგრამ მალე დაეხციათ თავი სისხლი ეს გამправებელი იყო პირდაპირ დანაშაულებრივი გამправებელი. ამიტომ გასაგებია. ნუ იმიტომ რომ სახელმწიფო იდგა ძალადობრივ სინდიკატზე და სახელმწიფო მაქსიმალურად ერგებოდა მათი დაქირავებული ძალადობრივი ჯგუფების თუ პირდაპირ მკვლელების ინტერესებს და მათ ინტერესებზე აწყობდა ქვეყნის კონსტიტუციას. ჩვენ მქონდა ეგ რეალობა. და დღეს მე ვიღაცა ის რომ გამო აკაცუკიდა რომ გეტყვის რომ აი ეხლა მე დიქტატურაში ვცხოვრობ და დიქტატურაში ვცნობ თავს იმას რომ მიუთითებ რომ ანუ შენ დიქტატურა არის რა არის დღეს რო გონია დიქტატურა როცა ყველაზე დემოკრატიულ პირობებში და სახელმწიფოში გიწევს ცხოვრება რაც საქართველოს უდესმე ქონია სადაც არ ვიცი პირდაპირ ეთერიდან ყველანაირი გინება ყველაფერი შეიძლებოდა და უმაღლეს საკანონმდებლო ინსტიტუტზე იერიშების მიტანა პოლიციელებზე სროლა პიროტექნიკის და მოლოტოვის კოქტეილები და დიქტატურა არის კანონის პერიოდის აქციებზე გახსოვს მაგაზე რა კამპანია დაიწყეს რომ ნაცების დროს მე ვიყავი 4 წლის და მე ვიყავი 2 წლის და აი მე მაგას როგორ ხოდო რა ვიცი მე შენი პასუხისგებლობა რომ შენი ქვეყნის უახლესი ისტორია იცოდე. უახლესი რომ შენი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდე და ეხა უახლესი ისტორია რო იცოდე მით უმეტეს. რა ვიცი. კი ბატონო. მოდი ჩვენ გავუშვათ ლევან სანიგიძე, გულბოს სანიგიძე.
სანამ გავუშვებთ რაც არის ეგაა და მე ლევან სანიკიძეზე ესე იგი ჩემმა მეგობარმა და ოჯახის წევრმა მთხოვა რომ თუ შეიძლება თავი შეიკავო და მორატორიუმს ვაცხადებ არა ამაზე და მორატორიუმს ვაცხადებ მე მის კრიტიკაზე ამიტომ თქვენთვის დამითმია ასპარეზი ეს როგორ კაცო რა ვიცი აბა რატო დასწინებს კლასელს რო არ დასწინებს არ დავწინე არ დაცინე, აღარ დაცინე, მაგრამ იქედნურად თუ შემიკიკინებთ, ეხლა რაღაცას ვიტყვი პროსტა. აი, მიდი ვიტყვი. რა ვთქვა, მითხა. რა მეთქვი? გაგმე გულბოზი. გინებით არ შევაკეთე. გინებით ვაფშე აღარ უნდა შევაკეთე. ხო, ნუ აბა რაღაცა აკადემიურ დისკურსში გავაკეთე. დაგმე. გმო. შო, აი მორჩავეთი ახლა. მამამისი კაცია. ო. განვაგრძოთ. გაუცი შენ. და მგონია რომ მაინც პერსონალური ამბიციები არის ის მთავარი პრობლემა რომელიც 14 წელია ოპოზიციას უქმნის სისტემურ პრობლემას. მე მაინც მგონია რომ ეს არის ანუ მოდი გულბოზის ნაშიერ გვერდს რო გადავდოთ მე გავამძაფრებ ახლა ეს გადის ასპარეზიდან. თქვენ თუ მოისმინეთ თავარი გულბოზის საუბარი აქუსთან ჩვენზე. არა, გვაქვს. ანუ დღეს სანამ აქ მოვდიოდი, მანქანაში მომასმენეს. ჩაგვიგდონ. აუ როგორ არ გამოგვეპარა? როგორ ვიცინე, იცი? მე და შენ რა საყვარლად გლანძღავს, იცი? რაო? ანუ ეს სახელობით, ამას სახელობითად მოიხსენიებს რა და მე და შენ გლანძღავს. თქვენ არ იცნობთ მას და მე ვიცნობ. აუ ჩავბჟირდი. რანაირად მოხევი რა? უბალეში კი. და რაო? ისე საყვარლად ბაზრობ და ეს შავარვა რა მიშული და მაგი როგორიათ ამ კოცებს პატრიოტიზმის მეტრი და ის ორი კვერცხი რომ შენ თავსიკავე და ის კი კვერცხი წოდა. აუ იმენა დაო. მე მემორალური უპირატესობა მექნება. ან მანამდე არ იდეკი. მორალური უპირატესობა არ ქონდა და ეხა დადეკი. ეხა უფრო მეტი მექნება. ბოტა თავიდან იმას გურს ბოტასები ჩაიწვი და ისე აუხე. აი. არა შესაძლებელი. კაი. გრიგოლ გეგელია, აქ ხო შეგიძლია გაშალოთ. არა, გიგა ლემონჯავა მოდის შემდეგ. გრიგოლი. არა, გიგა. გრიგოლი ჩემი ყოფილი მეგობარია. თხოვთ. ჩემი ძმა. გრიგოლის უ მიყვარს, როცა უშვებთ ხოლმე, კაი ხასიათზე. ამერიკელები თქვენ ასე გაიგეთ შეხვედრაზე მათი ნათქვამი და ეს განცხადებაც, რომ მოგიწოდებენ პარლამენტში შესვლაზე? როგორ უნდა შეხვიდეთ მანდატები? არა, ეს არის ნიკა გვარამიას. არა, აი ძალიან კარგი რამას მეკითხებით. ეს არის ნიკა გვარამიას კერძო ინტერპრეტაცია და მე კომენტარებში ადამიანები მეკითხებოდნენ ჯერ ვერ მოვიცანი, მოპასუხებ აუცილებლად. საერთოდ ვინმე ლაპარაკობს პარლამენტში შესვლაზე? ნიკა გვარამიას გარდა, აი ვინმე მახს მე პარლამენტში შევედი 2024 წელს. მაგრამ არ გამოვიყენე ჩემი მანდატი პროტესტის ნიშნად. მე რომ პარლამენტში შესვლა მდომოდა, მე უკვე პარლამენტში ვიქნებოდი წელიწად ნახევრის განმავლობაში. ნიკა გვარამიას გარდა ვკითხულობ ვინმე ამ ქვეყანაში, ან ქართველი, ან ამერიკელი საერთოდ საუბრობს მაგ სქემაზე, რაც ან როგორ უნდა შევიდეთ პარლამენტში, დავტოვეთ პარლამენტი, შახსნით მანდატი, მე და 13 კოლეგამ შავხსენით მანდატი. ეს არის მიზანმიმართული გაუგებრობა კი არ არის, ეს არის მანიპულაცია. დავაძუსტებ. ხო. მე მგონი აი პროსტა უშვებთ უკვე რა ბრინკას აი პროსტა რო ვიცი ბრინკა პროსტა უშვებთ მოდი კიდე ძალიან კაია სულად არაფრის მომცემი არა ძალიან კაია სათო სამაგეროდ ჯარსობრივად დააკომენტარებ ხო და შინაარსი არ ჭირდება ფორმატ საკმარისია მის დასაკომენტარებაში ფოტო გავუშვათ პროსტა არა მეგობრებო ჩვენ უბრალოდ მოსახლეობას ვეუბნებით რომ ის არსებობს ის აქ არის და მას აქვს პრეტენზია რომ მართოს ქვეყანა ბატონო და ჩვენ შეგვიძლია ვანახოთ ვის აქვს პრეტენზია მეკლის მართვის გაუშვათ ბაჩოს მეგობარი შენ ჩუ ჩვენ კომუნიკაცია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მათ შორის ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ეფუძნება ერთ მარტივ თეზას რომ თუ ვინმეს უნდა სტაბილურობა ამ ქვეყანაში თუ ვინმეს უნდა ამერიკული ინვესტიციები ამ ქვეყანაში თუ ვინმეს უნდა ჩვენი მტრებისგან ამ ქვეყნის ჩვენი მტრების გავლენისგან ამ ქვეყნის გათავისუფლება და რა ვიცი ნორმალური დასავლური ტიპის ცხოვრება ეს ვართ ჩვენ გაიგე? ამას უნდა. ესენი ყოფილა. თუ ვინმეს ესენი ყველა ჩვენ. არა, ესენი ყოფილა. რო კითხულობდი ვინ არიანო, შალვა გახსოვს? აი, ესენი, ოღონდ ესენი ცოტა გაურკვეველი. ეს არ არის იმაში, ალიანსში, ხო? არ არის ეს ალიანსში. ალიანსში არის? არის. ეს ნაკრებშია. ეს ალიანსი, ჩერგომ დღეს მიაკუკა ძალიან მოშთად მიაკუკა იმას. მიშას. სააკაშოს. საჩორს ეგ იყო
არ ვიცი ალბათ სხვაც ამობდა, მაგრამ ალიანსი შეიკრიბა თუ არა, პირველივე ჩემი პროგნოზი რომ ჩერგო იქნებოდა დამშლელი და ესეთი რგოლი. ჩამშლელი. ხო, როდემდე უნდა გაუძლოს სააკაშვილის სიამაყეც სავსე ცხელმაგულმა ჩერგოს ჩაკუკებას. ნუ კანონმა მოუსწრო ყველას მათ, რომ არ დაჭამონ ერთმანეთ და არ აგინონ. ანა ბუჩუკური თუ ირაკლი ფავლენიშვილი? ორივე მამა გაუშვით. ირაკლი ფავლენიშვილი. თქოთ. ჩვენ საუბრობთ კრიზისის განმუხტვაზე. კრიზისი როცა განიმუხტება, აბა ეხლა ჩვენ მართლა ისინი რა ქვია, ეგ როგორ რაღაცა იცით რა სპორტსმენს უარ უნდა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება და ევროპის ჩემპიონატი, სოფლიო ჩემპიონატი მოდის ფეხბურთში და ფეხბურთელს უარ უნდა სოფლიო ჩემპიონატზე თამაში. ჩვენ რა ეს სპორტზე როგორ ლაპარაკობს, სააკაშვილი ყავს მესიზე შედარებული, კაი. მართლა? ამას ყავს სააკაშვილი მესიზე შედარებული. ანუ მან დამთავრდა ყველა. პელეს ადარებინა მესიო. მესიო არისო სააკაშვილიო და მე ის რა მაინტერესებს, ანუ კი რაღაცა აქ ღვთის გლახებს, პირიდან გადავარდნილებს ყველაფერს რაღაცა ვცდილობთ რომ მივცეთ ეთერი, ქართულ ხალხს გავაცნოთ, გავაგებინოთ რომ აი ესეთი იდიოტები მანჯურიელი კანდიდატები ყავს და ესეთი აგენტურა და ასე შემდეგ და ამგვარად, მაგრამ სადღაც ცოტა ჩვენც ხომ უნდა შევიმუშაოთ რომ აი მეტ კოსმეტიკაზე მეტად ხო არ უნდა ვიმუშაოთ და ვივარჯიშოთ, იმიტომ რომ ბიჭო ეს ტიპი ახლა ყოველ მეორე გადაცემაში მე მგონი ძალიან ზედმეტია რა. გეც არის მართალი ხარ. არაფერ შუაში არა. გია ჯაფარიძე გავა. აი, ეგ გავუშვით. დალაგებით, მაგრამ ვინაურია ეს ურთიერთობები? ამერიკული მხარე ძალიან კაფიოდ დღევანდელი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს ურთიერთობები არია ქართულმა ოცნებამ და თუ ამ ურთიერთობების დალაგება უნდა, თავისი არეული თვითონვე უნდა დააუბროს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერი აურევია, მაგრამ კიდევ ამბობ, ამას იმიტომ აკეთებს ქართული ოცნება, რომ ხშირად ასეთი ქმედებები იყო ხოლმე შედეგის მომტანი. ახლას მართლა ჩვენთვის გასაკვირი იყო, როცა მოვისმინე რომ რაღაცა პოზიტიური სიგნალები მოდის ქართული ოცნებიდან. რა არის პოზიტიური სიგნალი? ცენზურის შესახებ ამოქმედებული სტრუქტურა, ახალი პოლიტიკური პატიმრები, თუ ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებული ადამიანები? რაზე ლაპარაკობს? რა ნებავს? არა, როცა რუბიო ამბობს და თქვა კონგრესში რომ სიგნალები მოვიდაო პოზიტიურიო, ეს არ მოეწონა თან იდიოტებს. ძალიან უსაური YouTube არხი, სადაც არ ვიცი, უპატვისმობას არ გამოხატა, უბრალოდ მართლა არ ვიცოდი. ჩემ და სამწუხაროდ შეიძლება არ ვიცოდი, წამყვანი ვინ იყო, მაგრამ ამ წამყვანს ყავდა სტუმრად გიგი თევზაძე. და ერთ-ერთი საუბრის თემა მიცვალებული ადგა. გიგი თევზაძე სად არის? სულების გამოძახება იყო თუ ლინკი რაც ჩამიგდეს მე-20 წუთზე გადახვეული ლინკი იყო რა და ეს რო ჩავთ ეგრევე ეს წამყვანი ეკითხება რომ აი რუბიოს თემაო რა იყო რა როგორ აღიქვითო რა ესო რა და დაჟე გიგი თევზაძე ამბობდა იმას რომ ეს იყო რომ კაჩო ოპოზიციასო საერთოდ არანაირი ვერაიათი აღარ გააჩნიაო ვიდეო არის გინდა გავუშვათ მაგისი? კი ვიღაცა მუხურა და მოჭრა ბიჭო? კი ბატონო. საღო. დავიდა. ანუ ეს ვიცარება. ნახე რა მაგარი YouTube არხია. გური. მე დამიდიხანი ამბობ ახლა დავაუბრე სულ ეს არის რომ სულების გამოძახება. დიდი ბოდი შეკარები აქ. არა, რა მნიშვნელობა აქვს? სულების გამოძახება არის თუ რა? ისინი ნახე. წამყვანი არც თქვენ არ იცით ვინ არის? ეს თორნიკე ბერიშვილი მეგონი. არიცი? არიცი. ჩემი თაობის უნივერსიტეტია მე. და იქ რეები აქ ეგ მე ვიცი რა, საბრძოლო იარაღები ევასება, მაგრამ ბიჭო გიგი თევზაძე სხვათა შორის გამოირჩეოდა, იმით გავაქროთ ეხ ბაჭო. მნიშვნელოვანია რას ბაზრობს. არა, რას ბაზრობს კი არა, შესავალი გავაკეთოთ რა. გიგი თევზაძის ფენომენი იყო, რომ ესე იგი მიშას მთავრობისადმი უკიდურესად ლოიალური
ფილოსოფოსი იყო, რომელიც სრულად იყო დაცლილი ფილოსოფიური ესე იგი მჭვრეტელობისგან, დისკურსისგან, ის იყო ძალიან ესე იგი რესპექტაბელ ხო დავამთავრებ იყო და ვიტყვი ორი სიტყვა ვერ ვთქვი რომ თქვა უნდა შურა უმნიშვნელოვანეს ალბათ მონუმენტური მნიშვნელობის მქონე მამის შვილი გურამ თევზას რომელსაც აქვს კორესპონდენცია და ის მიწერბოწარ ჰაიდეგერთან ჰქონდა და მე იმან დაბლოკა საბჭოთა ცენზურა ძალიან მაგარი ფილოსოფიის ისტორიკოსი უფრო იყო ჩემთვის ძალიან მაგარი ნუ შემდეგ მისი ხათრით რაღაცებით ეს უნიჭო სადღაც მიიღეს კარატეზე აქ ბიჭო ის დაწერილი მასტერ თეზისი მე მგონი არა მასტერი მაგაზე აქ დაცული კარატეს ფილოსოფია და ეს მე გაიჩნდა ილიას უნივერსიტეტში რომელმაც აი ილიას დისკურს გააჩინა რომ აი ის რა ესე იგი შენ შეგიძლია უჩივლო დედას ნუ შენ უფლებები ირღვევა და ეს სულელები აი ეს მაციორები რომ გეიფი და რაღაცა და ატრაქციონები ზურაბჭი ამერაშვილი რო წერდა და რაღაცები. კარტიდედაზე რაღაცები და მე მან მიყავდათ ისეთი ბავშვები, აი მან რომ მაცივარი გამოიტანა ციხიდან რა. მოიცე ბიჭო. ასწავლი და შეეხარმა. რექტორი ეს იყო? ჩვენ დროს რექტორი ეს იყო. რას ვართ გადარჩენილები საღოლი. ჩვენ საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი. მე მამაო მითხრა რომ არა მე მამაო მითხრა რომ ეს ჯოჯოხეთიდან ხარ ამოსული ესე იგი საღოლ მაგრა გაგიძლიო. კაი, გაუშვათ თუ აღარ გაუშვათ? არა, აღარ გაუშვათ. მაგრამ მაგარი გიგი თევზაზე საიმენა მიწვალებული ადგა. ზედანიაც გვინდა ესე იგი. ზედანია აკადემიური მიმართულებით ბევრად ძლიერია, უნდა ვაღიაროთ. არა, ზედანია თუ შენ გაინტერესებს ფილოსოფია, შეუძლია. ბევრი რამე შეგიძლია და აბრამა ეგ არა რა. ძალიან ძალიან ეხა ის არ არის რა ქვია ნიჩე და კაი მოიცადე უსებ გეტყვით ჰაბერმასი არ არის თუ არ უშვებთ უსებ გეტყვით რან დაჟე ეს კარატისტი ძმა აღიარებს იმას რომ გარჩო რუბიომო თქვაო რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას სურსო ამერიკასო და ოპოზიციაშიო საერთოდ არანაირი ზავა არ იგრძნობა რომ მათთან რაიმე ტიპის ხარდაჭერა არსებობს თუ შეიძლება დათო თაზუნაშვილი გაუშვით ეს ღრძო კაცი რომ ილანძღები აი ჩირკი და სულ როგორ ილანძღება ეს ჩირკიანები ვირთხები და ყველა რაღაც აი იმენა კაი ბიჭო პერვერტია რა ალოკე ელისაშვილთან დადასტურებულ ტერორისტთან აქ ეროტიული სტრიპტიზ ვიდეო ჩაწერილი ხო რა უნდა ველაპარაკო და კაც სახელი აქვს თუ გვარი ვერ გაიგებ ეგეც არის თაზოა თუ დათოა თუ დაზოა გაიგე დათო არის და მეორე ნაწილი არის რომ ამის პარალელურად ქართული ოპოზიციური სპექტრი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართული ოპოზიციური სპექტრის ის ნაწილი აქცენტირებული რომელიც იყო ამ შეხვედრებზე ხო ძლიერი საქართველო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კოალიცია ცვლილებებისთვის გახარიას ბიჭო იცი ვის გავს ელვინი და თახვები რო იყო თუ რა ერთ-ერთი ელვინის თუ თავს მანხვები უსაყვარლესები არის უსაყვარლესები არის ვაფშე არა ეს საყვარელი ეს არის ბოროტი გაბოროტებული თახვი იქ ზმა უსაყვარლეს თახვები არის ელვინის უსაყვარლესი არის ის ორიც უსაყვარლესია ერთი მსუქანი რო არის ის განსაკუთრებით უსაყვარლესი თახვია ამას ვაფშე საყვარლები არიან მაგრამ გავს თქო ვაფშე მე ვერ ვამბობ აი მე მგონი ამით ამოვწურებთ მეგობრებო ჩვენ დღევანდელი აბოიმა ტყიების ყველა ტრიანში მოხდა. ეხლა ჩვენ დავაკეთოთ ანონსი თქვენი განაცემის. კვირას 10 ნახევარზე ევროპის დაისში ჩვენ ვისაუბრებთ. მთავარი აქცენტით, რა თქმა უნდა, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერს, რომელმაც ძალიან ფაშისტურად დაარღვია ყველანაირი დიპლომატიური პროტოკოლი, რაც შეიძლება ქვეყნებს შორის არსებობდეს და ამის მიღმა განვავრცობთ ყველა მსგავს Deep State-ის მიერ მართულ ევრობიუროკრატიის დანიშნულ ჩვენთან მოქმედ ბიუროკრატზე, რომელმაც რაიმე მსგავსი გადაცდომა გააკეთა და გავაანალიზებთ იმას, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამას, რა მიზნებს ემსახურებოდა და ასე შემდეგ და მე დასრულს მინდა რომ კომენტარი გავაკეთო იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რაც იყო დუშენ დაავადებული ბავშვის მშობლების მოთხოვნა, რომელიც დააკმაყოფილა სახელმწიფო მაშინ რაც პრემიერ-მინისტრი სულად გაერკვა ამ საკითხში მას შემდეგ რაც ძალიან ბევრი კონსულტაციის საერთაშორისო დონეზე მიიღო ის გადაწყვეტილება სახელმწიფო რომელიც
მას ეკუთვნის როგორც თავის საზოგადოებაზე მზრუნველ ფუნდამენტს და დამაყოფილებული არის ამ მომენტისთვის სრულად იმ შობლების, იმ ბავშვების პრობლემები, რომლებიც მოითხოვდნენ მკურნალობას, უბრალოდ ამას რა თქმა უნდა დაჭირდა ის კონსულტაციების წყება, რომელიც აუცილებელი იყო სახელმწიფოს გაეტარებინა და ჩვენ ამის პარალელურად ვიხილეთ ძალიან დიდი კასკადი კიდევ ერთხელ იმ ოპოზიციური ჯგუფებისგან, ვინც პარაზიტირებდა რეალურად ამ თემებს და ვინც იყენებდა ინსტრუმენტად, რომელსაც უნდა რომ ეს მიეწერა რაღაც თავის აქტივში, რომ აი რამდენად ცუდად იქცევა სახელმწიფო, რომ ბავშვებს არ ეხმარება. მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო როდესაც ყველანაირი ფაქტობრივი გარემოება მათ შორის კომუნიკაცია და ამ მშობლებთან ესაუბრა და მათთან ამ თემებით ვინც პარაზიტირებდა ეს ის ადამიანები არიან ვინც ქართული ოცნების სიტყვაზე აქციებს სადაც 100,000 კაცი ესწრებოდა იმათ ეძახდა დაუბანლებს ბიომასას და დედას აგინებდა და მაგალითად რატირო არის ჩვენი დეპუტატი შიშიმონპირი იმას მაგ მიმართულებით აყენებდა შეურაცხყოფას და მე ამაზე ძალიან ხო ეხა დიდი არის ეს ალბათობა რომ ზუსტად ამ სუბიექტებმა ამ ოპოზიციურმა ჯგუფებმა გააგრძელონ ის ნარატივი რომ აი ჩვენი დამსახურება ეს ჩვენი მონაპოვარი არის რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ეს არის აბსოლუტური აბსურდი იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ქართული ოცნების ხელწერა ბიზნევანიშვილის გუნდის ხელწერა სადაც უსმენს ხალხს როდესაც არსებობს კონკრეტული და ადასტურებული მეთოდი იმისა, რომ ეს საზოგადოებისთვის სიკეთეს მოიტანს, ის სიკეთე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს რადიკალური ოპოზიცია და აი ეს დივერსანტული ჯგუფები აქ და ახლა თუ ემსახურებიან კარგ და კეთილ იდეას, უნდა ვიცოდეთ, რომ მათი მიზანი არის ბოროტული. ანუ ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. დიდი მადლობა მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის. ორ შაბათს შევხვდით. კი ბატონო, ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის.